სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი. სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და კომპანიის 1 თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს ალადაშვილი და კომპანიასა და ქალაქ თბილისის, ისნის, ჩუღურეთის, თაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა ჯამში 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას საერთო ღირებულებით 26,513,573 ლარი. შპს ალადაშვილი და კომპანიის დირექტორმა 22 სასადილოდან 4 გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შპს გიდს, შპს ბადეს და შპს ალიონს. გამოძიებით დგინდება, რომ შპს ალადაშვილი და კომპანიის დირექტორი აღნიშნულ კომპანიებთან ერთად ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14,451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად დასრულებდა ნაკის ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით გამგეობებიდან მიღებული 18,909,104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 3,529,000 ლარს. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით და 25-180 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს. კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი. გმადლობთ ყურადღებისათვის.